დღეს გვაქვს ისევ და ისევ 5 ამანათი ტრადიციულად, საკმაოდ მძიმეები. მოდი დავიწყოთ ყველაზე ძალიან უფორმო რაღაცაა, მგვალი რაღაცეები აქვს. აქ კიდე ცალკე რაღაც უნდა იყოს და რაღაც ისეთი რაღაც ძალიან მაინტერესებს. ოპა, აბა ნახოთ რა არის. დევს ერთი ცალი 5 და დევს რაღაც ბოჩოლას სახიანი რაღაც კარდონებია და მე მგონი ასაწყობი ყუთებია თუ არ ვცდები. აი ეს როგორ იხსნება. ო, ასაწყობი ძროხის ყუთებია. არ ვიცი რაში გამოიყენება. სკვების ობიექტის მგონი თუ რა არის. ავაწყობი ხა და ვნახოთ პირველი როგორ იქნება. ანუ ეს ესე იქნება. ეს ესე და ეს ალბათ ეს. აჰა, ესეთი ესეთი ბოჩოლას ყუთებია. არ ვიცი, ყების ობიექტის არის თუ არ ვიცი, რაღაცებს გავს. საკმაოდ ბევრი დევს. ნუ არა, ძალიან ბევრი არის, 10 ცალი იქნება ალბათ. აი, ეს გადავაგდოთ იქითკენ. არ ვიცი, ვის რა შედაყიდაოდეს მე. ეს არის ლეგო ახატია. მოდი 5 გავხიოთ პირდაპირ. ეს არის როგორც მივხვდი ლეგოს შესანახი უჯრა. თუ რაღაც ეგეთი არის. ანუ ესე უნდა იდოს, ეს ზემოთ რაღაცი ჭირდება რაღაცეები ვერ მივხვდი და გამოწევდა ლეგოები უნდა იყავოს ალბათ შეგნით. ანუ ლეგოს მაყურებლებმა უფრო იცით სავარაუდოდ რა არის. და ამის მუღამი მქონდა ეს ვიგზენი პაჩკაზე და შემდეგი ესეც საკმაოდ მძიმეა და ნუ იმდენი გამედებს ჩამოხტას მეზაღება. ბევრი უნდა იდოს ესეც, იმიტომ რომ ოღონდ 5 არც ერთი არ არის. სურბილი რაღაცეები დევს. საერთოდ ასასმლები იქნება რაღაც გავხსები. და ერთი რაღაც ეს ერთი მთლიანი მეორე რაღაც და მესამე რაღაც. ეს საკმაოდ მძიმე რაღაცაა მოთაშების. აი, ეს ნახოთ. ეს არის ნიჟარაში რაღაცები არ ჩავიდეს. 2 ცალი დევს შიგნით, არ გავხსნება რა იყოს გავხსნელები. ამაში ეს მე მგონი ყინულის ფორმებია, მაგრამ ამდენი ვის რაში ჭირდებოდა ნეტა ვიცოდე, ამდენი ყინულის ფორმა. 2 ცალი ყოფილა ბევრი არის. ესეთი ყინულის ფორმებია და ზემოდან თავისი თავებიც აქვს სილიკონის. საოჯახოა რა. ნახოთ ახლა ამაში გადავს ესეთი მძიმეები. 3 1 2 3 4 5 6 7 ცალი ერთნაირი რაღაც დევს და სავარაუდოდ გასაბერი რაღაცა არის. მე მგონი გასაბერი ბურთებია. ნახოთ აბა ერთი ცალი გავხსნათ. აი მესა ნუ აი მე ხახო ამას მე ვერ გავბერავიეთ დღე. მაგრამ რაღაცა გასაბერი გზელები არის და რა ფუნქცია აქვს არ ვიცი. ანუ არ ვიცი, რაღაცა გასაბერი გზელები არის. სავარაუდოდ აუზის არის მე ესე მგონია. ანუ 5 ცალი მოყვა თუ უფრო მეტი, ნუ კაი ეს ერთი ცალი სახში გავბერავ მე და დანარჩენებს აქ დავაგრებ. შემდეგი მესამე ამაში 2 ყუთი უნდა იდოს. 2 ცალი ყუთი უნდა იდოს ამაში. ყუთები ძალიან მომწონს ხოლმე, იმიტომ რომ კაი რაღაცები ამოდის. აი, ესეც 2 ყუთი. პირველში ამოვიდა. ეს კაი რაღაცა არის. და ინფრარედ თერმომეტრი. თერმომეტრი არის ესე, ადრე კორონას დროს რო იყო, ხო იცით? რომ მიანათებდი და ტემპერატურას იკებდი. კაკრას ეხა სიცხე მაქვს, სიცხიანი მწერა ამ ვიდეოს. კაკრას აეხლა თუ შინით ელემენტი დევს, ეგრევე მივინათებ და ეგრევე ვნახავ რამდენი მაქვს სიცხე, მაგრამ ეს როგორ იხსნება, მოდი ჯერ გავაკვირდეთ. ესე იგი, აქვს ადამიანის შეგიძლია ადამიანის ტემპერატურა შევანახო და ჩვეულებრივად რაიმე საგნისაც. ნუ მე ადამიანზე დავაყენებ და სავარაუდოდ ეს უნდა მივიჭირო დიდი ხანი და შუბლზე 36 და 6. არა და სიცხე მაქვს უეჭველი, ეს რაღაც არასდროს რჩება. ნუ 36 და 6-ია, ნახოთ თავიდან. 36 და 6. აქ რაღაცა ფუნქციებიც აქვს. ეს ისტორია აქვს, ვის რამდენი ქონდა. ნუ ეს ვიტყვით არასწორია, იმიტომ რომ 36 და 6-ზე მეტი მაქვს გაცილებით მე. ეხლა 36 და 6. ნუ არა უშავს რა. იმას მაინც გიჩვენებს, რომ 36-ზე მეტი გაქვს. აბა ნახოთ, მიას რამდენი აქვს სიცხე, გაჩერდი? აი. აგინდე 35 და 7. ნუ ცხოველებს უფრო ნაკლები აქვს, როგორც ისე. ნუ რაღაცა არის რა. თლად ზუსტად ვერ აჩვენებს, მაგრამ შემდეგი სპინერიო და ნახოთ რა სპინერია. ოჰო, ეს რა არის? ვაი. და ისე ვაი.
ეს ამოუცნობი რაღაცა რა არის? მძივების რაღაც შესაყრელია თუ რაღაც ესეთი, აი ესე კეთდება, ეს სწორად მიჭირავს, ეს როგორ უნდა ჩამოიმცოს არ ვიცი. თან დაჟე მექანიკო, ანუ ის არის. იტენება თან, ანუ რაღაცნაირად მუშაობს. ეს როგორც არის ნაჩვენები, ესე ჯდება, მაგრამ ეს შინით რატო არ შედის? ეს ჯდება. всё, ეს ჯდება. ეს არ ვიცი რა არის. როგორ იხვდება ვაფშე? ანუ კნოპკა ხომ უნდა ქონდეს უჩაი. დასატენია სავარაუდოდ. აქ რაღაცები მოყვება კიდე, მაგრამ ანუ იდეაში რისთვის არის ვერ გავიგე. დაჟე ინსტრუქციაშიც. მე გამხელა ინსტრუქცია აქვს. მძივებს აწყობს თავისით, მაგრამ აქ რაღაცებს ყრი აქვს შიგნით და გამო ჩაყარო ვერ გავიგე. ვინც ამითია დაინტერესებული, იმას უფრო ეცოდნება, მე ვერ მიხვდი რა არის. წელვადი რაღაც მოყვა. საინტერესო რაღაცა იქნება, ვინც ამ სფეროშია, მიხვდებით ალბათ რა იყო. არა უშავდა, რაღაცა უცნაურობა ამოვიდა. გავაგზავნოთ, აბა ცოტა მომცრო პაკეტი მოდის. რაღაც რბილები დევს ამაში. ეს საინტერესო განყოფა იყო. ტანსაცმელი რა თქმა უნდა, რაღაცა მსგავსი. ეს ძალიან მომწო. კაია, 3 რაღაც დევს. დავიწყოთ ყველაზე პატარით. ეს არის აი ესეთი რაღაცაა. თქვენს ვნახოთ, ესე ახატია. ხელზე გასაკეთებელია და მე მგონი დენს გაგტყავს. ანუ დენსატო გაგტყავს არ ვიცი, მაგრამ დაჟე იქ უნდა შეაერთო. ანუ ესე ხელზე იკეთებ. იმაში აერთებ და არ ვიცი რა შვება, ახურებს, დენს გაგტყავს, რაღაცა შვება. ესეთი ის მოყვება კაბელი, ეს ერთი ძალიანი უნდა შეერთდეს, ერთი ამაზე ერთდება და დენში რო შეერთებ, რაღაცა შვება ალბათ. და რა შვება ვერ გეტყვით, არ ვიცი. ჩემ თავზე ამას ნამდვილად ვერ გამოვცნო, მეშინია. ერთი სიტყვით რაღაცა ვარჯიშისთვის არის, იმიტომ აქ ლოგოზე ამ ადამიანს ხელში გისუჭირავს თან დანტელი თუ გაჯანდაბა არის ეს წონის ის. რაღაცა ვერ მოვიხიბლე. კაი, შემდეგი რაღაც შორტს გავს. და რა თქმა უნდა, ჩემი ზომა არასდროს არაფერი არ გამოვა. უნდა იყოს L, XL, XXL. ჩემი ზომა არაფერი არ იქნება არასდროს. ესეც რაღაცა ძალიან დიდია. შორტია, ბრენდი, არ ვიცით რა არის. Hodo Sport-ი და M. M კიდე შეიძლება ჩაიცვას ადამიანს. პირველად ამოვიდა რაღაც ჩემთვის. შეიძლება რომ ჩაიცვა. და ეს ბოლო არის ხარზე გასაკეთებელი სპორტულია ესეც. ანუ თავიდან ბოლომდე მთლიანი სპორტული ამანათი და ძალიან საინტერესოდ დაჯდა. ესეთი დამხობები არ არის ხოლმე. ესო გიჭერს, ეს ერთი ცალია, მე მეგონა ველოდებოდი ხა იქნებოდა ძალიან ბევრი. ვინც რა კაია. კარგად იმასკა. ვინც ვარჯიშობს, მე მგონი მაგათვისაც არის ისედაც, ვისაც ძარღვები აწუხებს ან რაღაც ხო? კაი რაღაცა. სპორტულია, ჩემთვის სპორტულია და არა უშავ რა. და დღეისათვის ბოლო ამანათი ამაში დევს 1 2 3 3 რაღაც უნდა იყოს მინიმუმ 1 ყუთი 1 ყუთი და ეს მეორე ეს არის კონტეინერები სავარაუდოდ ეს არის ექვია საჭმლის ჩასაყრელი კონტეინერებია ეგრე აწერია ყოველ შემთხვევაში ეხა ამას 3 ცალია ესეთი რაღაცებია ყველა ერთნაირია რაღაცაში გამოიყენებს ადამიანი ეს ყუთი რომელშიც აი გასკდომაზეა ეს ყუთი და მოდი პირდაპირ ყოველგვარი წაკითხების გარეშე ვნახოთ შეგნით რა დევს მაგრამ მიზალიანდება ყუთი ვეუხსნი რაღაც არის აი წიხლით ჩატენილი ესეთი სათვალეები ხალხნო ეს რაღაც ბრელოკი მოყვა ვაი ბრელოკი ის არის ფიგურული ეგ ეწოდებული ატვიოვკა რო ალბათ მოხსნა რაღაცეები რა საინტერესოა და აქეთ მეორენაირი თავისი აქსესუარი თავისი საწმენდი მოყვა და თავარია სათვალე ვნახოთ ახლა შოშ სუდი ხარისხი არ არის ახლა რო გითხრათ სუდი ხარისხი ამეთ კიდე რაღაცა არა შვენიერი სათვალეა შუშა არის თუ არა მაგის შემოწმება სიმართლე გითხრათ არ ვიცი და მე მგონი პლასმასია ეს ერთი ესეთი იყო ლეოპარდოვი მეორე ესეთია უკვე და ეს უფრო მეწონა კაია რა სიტყვით მიხდება ეს ძალიან ლამაზია რაღაცნაირია ცოტა სხვანაირია რა თან თავისი ყველაფერი მოყვება აბსოლუტურად დასაშლელი მისაშლელი მოსაშლელი ანუ მთელი ის არის სეტია რასაც ქვია სულ ეს იყო მეგობრებო გამოიწერეთ ჩემი არხი მალე განვითარდეს ეს არხი YouTube-ზე იმიტომ ვიღებ ხოლმე ვიდეოებს უფრო კაი ხარისხით იდება და უფრო კარგად ჩანს რა ამოდის და რა არ ამოდის და დამეხმარებით გაზიარებით კომენტარებით და ასე შემდეგ ძალიან მადლობელი დაგვრჩებით უფრო მეტი და მეტი ვიდეო დაიდება ხოლმე